პირველად ისტორიაში მოხდა ისე, რომ ევროკავშირის და საქართველოს, ევროპარლამენტის ამ შემთხვევაში საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო. ხა რამდენიმე წლის წინ ასეთ დოკუმენტებზე არც ვიოცნებებდით, ჩვენ ევროკავშირის რადარზე არც ვიყავით, მაგრამ 8 წელი მივახციეთ იმას, რომ წელს ვილნიუსის სამიტზე, ერთი ხელის გაწოდენაზე იყო ის, რომ საქართველოს მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა მოლდოვასთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში გამხილულიყავით როგორც ევროკავშირის წევრები პოტენციურები. თუ ეს რაღაც თეორიული შესაძლებლობა იყო, პრაქტიკულად ჩვენ უკვე გადაწყვეტილი ქონდა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლა საქართველოს მაცხოვრებლებისთვის. მაგრამ მე მინდა ყველა შევახსენო, ის რომ ამ გუმბათზე ფრიალებს ხუჯურიანი დროშა, ის რომ საქართველოს დღეს თავისუფალი და დამოუკიდებელია. არის მათ შორის გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის დიდი გმირობის, ასევე იმ ევროპელი ლიდერების დამსახურება, რომელიც სარაკეტო დაბომბვის საფრთხის ქვეშ იდგენ მრავალ ასობით ათასი ადამიანი იმ დღეებში მოდიოდა მიტინგებზე თბილისის ცენტრში. არანაირი შეთანხმების ჩავარდნა არ მოხდა რა. ევროკავშირი ხან იღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, ხან არ იღებს რეზოლუციას. ევროკავშირის რეზოლუცია, რომელშიც მართლაც ბევრი კარგი რამეები ეწერა, ჩავარდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მოინდომეს იქ ისეთი ფრაზების ჩაწერა და მათი მხარდამჭერები სახალხო პარტიიდან ისეთ რამეს უჭერდნენ მხარს, ვინაიდან სააკაშვილს უჭერენ მხარს, რომ ევროპარლამენტის დანარჩენმა ნაწილმა შეუძლებლად ჩათვალა ამ დოკუმენტისთვის კენჭისყრა. ახლა ვინ ჩაშალა, ვინ ჩააგდო ეს? სააკაშვილმა, მისმა წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში და მისმა ლობისტებმა ევროპარლამენტში თუ ჩვენ? მაგრამ ეს ამისი იქამდე მიყვანა, რომ ევროკავშირში საქართველოს ვეღარ შევა. ხო, ამით ერთადერთი რამ შეიძლება დაასკვნა, ხო? რომ ვიღაცას ამ ქვეყანაში, რომელიც ის უყურებს ტელევიზორს ხოლმე, ძალიან უხარია, თუ კი სადმე რამე გაფუჭდება. და თუ არ ფუჭდება, ეს არ უხარია და ცდილობს რომ გააფუჭოს.